მოგესალმებით. იმისათვის, რომ დავამატოთ ბიზნეს წინადადება, განცხადებების დამატების გვერდზე ავირჩიოთ შესაბამისი კატეგორია. მოვნიშნოთ ბიზნეს წინადადებები. კატეგორიის არჩევისას გაიხსნება ბიზნეს წინადადებების ფორმა შესაბამისი ველებით. წითელი ფიფქით მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება ვერ აიდვირდება. სათაურში ჩაწერეთ თქვენი პროექტის დასახელება. შემდეგ შეავსეთ ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ. ჩაწერეთ მისი სახელი, გვარი, ტელეფონი და ელექტრონული პოსტა. აუცილებლად შეავსეთ სექტორი. დააწკაპუნეთ, ჩამოიშლება ჩამონათვალი, აირჩიეთ შესაბამისი სექტორი, თქვენი პროექტის შესაბამისი სექტორი და იგი ავტომატურად გამოჩნდება ველში. თუ სურვილი გაქვთ, მიუთითეთ ჩამონათვალიდან პროექტის ტიპი, აუცილებლად მიუთითეთ ინვესტიციის ტიპი, პროექტის სტატუსი და საჭირო ინვესტიციის რაოდენობა. რაოდენობის მითითებასთან ერთად გვერდით მიუთითეთ საჭირო ვალუტა. პროექტის აღწერაში ჩაწერეთ პროექტის აღწერილობა, მისი შესრულების ეტაპები და ასე შემდეგ. სამიზნო ბაზარში მიუთითეთ ის კონკრეტული სეგმენტი, ვიზეც არის გათვლილი თქვენი პროექტი. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჩაწეროთ ინფორმაცია პროექტის კონკურენტების შესახებ, თქვენი პროექტის უპირატესობების შესახებ, ჩამოთვალოთ რისკები და მათი გადაწყვეტის გზები და ჩაწეროთ პროექტის ვებგვერდი, თუ თქვენ პროექტს გააჩნია ინტერნეტ მისამართი. ფორმას საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ დოკუმენტაცია Word-ის, Excel-ის, PDF-ის და ასე შემდეგ ფორმატში, შეგიძლიათ ატვირთოთ ერთი ან რამდენიმე დოკუმენტი. დააჭირეთ ღილაკს Choose File, აირჩიეთ თქვენი დოკუმენტი და იგი ავტომატურად გამოჩნდება ველში. შემდეგ ჩაწერეთ დამატებითი ინფორმაცია, თუ სურვილი გაქვთ, აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი პროექტის უპირატესობების შესახებ და ასე შემდეგ, ანუ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი პროექტისთვის. შეგიძლიათ ატვირთოთ ვარდისფერ ღილაკზე დაჭერით თქვენი პროექტის ფოტოსურათი, ლოგო ან ასე შემდეგ. დააჭირეთ, გაიხსნება, აირჩიეთ შესაბამისი ფოტო და იგი ავტომატურად გამოჩნდება უკვე ბიზნეს წინადადებების ფორმაში. მიუთითეთ თქვენი პროექტის ადგილმდებარეობა. ადგილმდებარეობა შეგიძლიათ მიუთითოთ რეგიონისა და ქალაქის მიხედვით. რეგიონის არჩევის შემდგომ გამოჩნდება უკვე იმ რეგიონის შესაფერისი ქალაქები და თუ თქვენი ქალაქი ამ ჩამონათვალში არ იქნება, აირჩიეთ სხვა. და ბოლოს შეავსეთ ინფორმაცია განცხადების შესახებ. ჩაწერეთ მისი სახელი, ელექტრონული პოსტა. აქ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე მიიღებთ თქვენს მიერ შევსებული განცხადების ლინკს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ მის რედაქტირებას ან წაშლას. დავაჭიროთ ღილაკს გამოქვეყნება და გამოქვეყნებისთანავე თქვენი განცხადება დაემატება და გამოჩნდება განცხადებების გვერდზე. სადაც გამოჩნდება თქვენს მიერ ატვირთული ლოგო ან ფოტოსურათი, თქვენი პროექტის, თქვენი განცხადების დასახელება, განცხადების კატეგორია, ადგილმდებარეობა და განცხადების ატვირთვის თარიღი. განცხადებაზე დაწყაპუნებით გაიხსნება თქვენს მიერ ატვირთული განცხადება სრულად. გისურვებთ წარმატებებს.